მინდა მეულოცო მიხეილ ყავალაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ყავალაშვილის არჩევა ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამტკიცებაში და ჩვენი სუვერენიტეტის გამტკიცებაში, ასევე ქვეყანაში რადიკალიზმის შემცირებაში და აგრესიული პოლარიზაციის შემცირებაში. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რაც არაერთხელ მithქვა, სულ წელიწადზე მეტია საქართველოს არყოლია პატრიოტი და ფსიქიკურად და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული პრეზიდენტი. ამ კუთხით მიხეილ ყავალაშვილის პრეზიდენტობა იქნება გარდამტეხი ცვლილება ჩვენი ქვეყნისთვის, რაც შეეხება ჩვენ საგარეო პოლიტიკურ კურსს. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არის კაფეოდ განსაზღვრული, მათ შორის კონსტიტუციის დონეზე და ჩვენი მიზანი არის, რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაცია. ამისთვის გაკეთდება ბუნებრივია ყველაფერი. ერთადერთი, რაც არ შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი, არის ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ყველაფერი დანარჩენი არის, რა თქმა უნდა, განხილვის თემა. ჩვენ გვაქვს წითელი ხაზები, მაგრამ ამასთან ერთად მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ახლად არჩეული პრეზიდენტის ბატონი მიხეილ ყავალაშვილის პოზიციაც. კიდევ ერთხელ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. 2030 წლისთვის ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად რეალურია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.